კვლავ მოგესალმებით, დღეს ახლა სხვა თემაზე ვისაუბრებთ, წეღან გაგიბრაზდით, ხო? ეხლა სხვა თემაზე ვისაუბროთ, ასევე დავპირდი ჩემს მაყურებელს, რომ ჩავწერდი ამაზე ვიდეოს და მოდი ვნახოთ ახლა ნიკოლოზ ლეკიშვილის ახალი აღმოჩენები. ახალი არა, მაგრამ საკმაოდ ესეთი აღმოჩენა, რატო არ ირთვება ახლა ეს? ხო? აი ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ, რომ ახალგაზრდა მეცნიერი ნიკოლოზ ლეკიშვილი თითქმის მტკიცებულებების დონეზე რა მოხდება თუ გაირკვევა, რომ ბიბლიური იერუსალიმი სულ სხვა ადგილზე, მაგალითად უფლისციხეში. მტკიცებულებების დონეზე, თითქმის და მტკიცებულებების დონეზე ასაბუთებს, რომ უფლისციხე არის ის ადგილი, სადაც უნდა ყოფილიყო დავით მეფსალმუნეს ადგილმდებარეობა, ტერიტორია ის, სადაც ის ცხოვრობდა, იმიტომ რომ იქ ყველანაირი შესაძლებლობები. მე ნახეთ ეს ფილმი, აი Facebook-ზე არის, ჩაგიგდებთ კიდე თუ საინტერესო გახდა. ანუ ნახეთ როგორ ნიკოლოზ ლეკიშვილი უკვე 20 წელია სწავლობს წარმოუდგენელ ჰიპოთეზას. ის ამტკიცებს, რომ ბევრ ბიბლიურ ადგილს ქართული ანარეკლები აქვს, ტოპონიმიურად, გეოგრაფიულად და ენობრივადაც კი. გამარჯობა ნიკოლოზ. დიდი ხანი ველოდებით. სულ მცირე რამდენიმე ასწლეული. მე და ეს ქალაქი გიწდით და გელოდებით. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ძალიან მიჭირს ამ ხო, ინფორმაციის რაღაცნაირად გააზრება, თუმცა მინდა ვცადო. თითოეული ქართველისთვის ალბათ ასეთი უცნაური იქნება და მათ შორის ჩემთვისაც, იმიტომ რომ სრულიად ახალი ამბავია, სიახლეა და დანარჩენი ერთად ნახოთ უკვე გავაკეთე. მოკლედ მე ვუყურე ამ ვიდეოს და მომეწონა სხვათა შორის ძალიან კარგად გაკეთებულია და საინტერესოდ გაკეთებულია. დამაინტერესა თვითონ ამ ნიკოლოზის კვლევამაც და თუმცა მიუხედავად ამისა, რაც მე მოვისმინე ამ ვიდეოში, ხო? მიჩნდება ერთი კითხვა, რაც უნდა გასაკვირი იყოს ამ დღეებში მე ამოვიკითხე ქართლის ცხოვრებაში ასეთი რამ. ნახეთ, აქ არის, ახლა ჩაგიგდებთ ესეთ მომენტს. ესე იგი, როდესაც დაიპყრობენ, ესე იგი, მოიცა ეს პირველი გვერდია, პირველი გვერდი კი არა და წინა გვერდი მინდა ეხლავე. ეს გვერდი მსურს, აჰა. აქ არის უფლისციხეზე საუბარი, მეგობრებო რა, ქართლის ცხოვრება პირველი ტომი და პირველი თავი. და იყვნენ ეხლა არ მაქვს მაგის დრო და იყვნენ ესე თურქნი და ქართველნი ნებისმყოფელ ერთმანეთისა მოელოდეს მოსავლასა სპარსთასა. ესე იგი, სპარსთა განადგურებას მოელოდნენ, ანუ შემოსევას მოელოდნენ ეს ქართველები და თურქები. ამაგრებდნენ ციხეთა და ქალაქთა, მას ჟამსაშინა, სადაცა ვინ მივიდოდის ძვირს მოქმედითაგან საბერძნეთით, გინდა ასურით, ოტებული, გინდა ხაზარეთით, ყოველივე დაიმეგობრებიან ქართველთა შემწეობისათვის სპარსთა ზედა. ნუ ესე იგი არსებობდა ესეთი ადგილი, სადაც ნებისმიერი ადგილი, ვინც შეუერთდებოდა, ადგილი რა არის ერი, რომელიც მასთან მივიდოდა, უმეგობრდებოდა, მაგრამ და გამოვიდეს ამასაშინა ჟამნი, მრავალნი, ესე იგი, ახლა დადგა ეს სხვა დრო. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემ წარმოსტყონა იერუსალემი. ანუ იერუსალიმზე არის საუბარი, რომელიც ნაბუქოდონოსორის მიერ იყო აღებული და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს და მოითხოვეს, მოიცადე ერთი წუთით, ეხლა გადავიდეთ. და მოითხოვეს მცხოველთა მამასახლისთაგან ქვეყანა ხარკითა და მოსთხოვეს, ესე იგი, აი ამ იერუსალიმს, რომელსაც აი
ბატონი ნიკოლოზი აი ამ კვლევაში ამბობს, რომ იერუსალიმი იყო ამ ადგილზე, უფლის ციხეში. და დასახლდნენ აი ამ უფლის ციხეში ურიები, ხო? აი ნახეთ, ახლა გავაგრძელოთ. მისცა და დასხნა არგუსა ზედა წყაროსა, რომელსა ჰქვიან ზანავი და რომელი ქვეყანა აქედან მათ ხარკითა, აქ უნდა მათ ხარკითა, აწქვა ხარკისა მისთვის. ნუ ეს ქვეყანა მისცა და დაარქვეს ამ ქვეყანას ხარკითა, მოიცა ხარკ დაარქვეს, რადგან ხარკად აღებული ქვეყანა იყო ეს იერუსალიმი რა. აქ ამომდის ქართლოსთანა ენა სომხური იყო და სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე ენა იყო სომხური, რომელსაც რახვიდეს, ხოლო ოდეს შემოკრებდეს ესე ურიცხვნი ნათესავნი ქართლსაშინა, მაშინ ქართველთაცა დაუტევენ ენა სომხური და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული. ესე იგი, ამ დროს ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ, რომ სომხები, ხაზარები, მეგრელები, ქართველები, კავკასიელები, ჩამოთვლილი იყო 8 ერი, რომელიც იყვნენ ერთი კაცის მიერ შთამომავალი და ესენი იყვნენ დაძმანი კი არა და ნათესავნი ერთმანეთის რა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილზე სომხურ ენას საუბრობდნენ, სომხური არ გეგონოთ როგორც დღევანდელად აღვიქვათ სომხებს, რომ სხვა ერია, ეს იყო ქართველთა ერის, ანუ იმ პროტო-ქართველთა ერთობის წარმომადგენელი ერი, ქართველები, მათ შორის კავკასიელები, მანვაკნებიო, აი მანვაკნები არ ვიცი რომლები არიან. მოკლედ ერთი სიტყვით გასარკვევი არის ვინ იყვნენ ეს მანვაკნები, მაგრამ კიდევ სხვადასხვა ისენია ჩამოთვლილი და აი აქ არის ახლა ესეთი რამე. ხომ დაიპყრეს ეს იერუსალიმი ამ იუდეველებმა, ურიებმა. ხო, აქ წერია ნათლად, რომ ურიებმა დაიპყრეს იერუსალიმი, ხარკად მიიღეს ეს ქვეყანა, ეს ტერიტორია და იპურეს სჯულნი უბოროტესი ყოველი ნათესავთა. რამე თუ ცოლ ქმრობისათვის არა უჩნდიათ ნათესაობა და ყოველსა სულიერსა ჭამდეს. საფლავი არა იყო მკვდარსა შესჭამდეს. მოდი მეც აღარ გავაგრძელებ, მეგობრებო რა. და ხედავთ ახლა რა ხდება. დაიპყრეს ეს იერუსალიმი ურიებმა და ამ ურიებმა ესეთი ამბავი დაატრიალეს ამ სახელმწიფოში, სადაც მანამდე ისეთი რაღაც იყო, რომ გასაოცარი იყო, ყველას ემეგობრებოდნენ ესენი და ეს ურიები ანადგურებენ ამ სახელმწიფოს. აი, ანადგურებენ როგორ მკვდარსაც კი ჭამენ, ხედავთ, რომ კაცი ჭამიები არიან. ეხლა რა მოხდა აქ? ჩვენ კითხვა გვიჩნდება ქართლოსი. საერთოდ ვიცით, რომ ქართლოსი ცხოვრობდა მცხეთის ტერიტორიაზე. მცხეთის ტერიტორია კი იცით, რომ არის, ესე იგი, ორი სახელმწიფო იყო, ერთი სახელმწიფო იყო, ესე იგი, ქართლოსის ძმის და ერთი ქართლოსის, ჰაოსის და ქართლოსის გაყოფილი სახელმწიფოები იყო. არმაზციხე აქეთ და იქით მხარეს იყო ქართლოსის. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი საინტერესო კვლევას აწარმოებს, აქ უნდა დავუკვირდეთ ერთ რამეს. მართალია დავით მეფსალმუნის დროს, როდესაც აი ამ უფლის ციხეზე ცხოვრობდა უფალი, ნახეთ, ახლა უფალზე წავიდა საუბარი და ახლა დაგიფოსტავთ კიდე იმას, სადაც უფალია მოხსენიებული რა. ვიპოვეთ. არა, ეს სხვა არის უკაცრავად. ქართლოსის არა, წიგნი გჭირდება, ახლა ზეპირად ხო არ მეცოდინება ყველაფერი და ამიტომ ჩვენ გჭირდება ეს. ნახეთ. მართალია კარგად ვერ ვხედავ, მაგრამ არა უშავს, ნახე.
ესე იგი ჩამოვყალიბდით იმაზე, რომ არსებობდა ქართლოსი, რომელსაც ყავდა, რომელიც იყო დასახლებული და მას ეკუთვნოდა ერთი ტერიტორია, საქართველოს მტკვრის რომელი განაპირა ტერიტორია. ეხლა აქ ხდება ჩვენ ქართლის ცხოვრებაში, რომ ხოლო ვითარცა მოკვდა მცხეთის ძე ქართლოსისი შთავარ და შურის შორის შვილთა ქართლოსისათა იწყეს ბრძოლა და ხდომად ურთიერთას, რამე თუ უფლოს ძესა მცხეთისასა არა ერჩდეს არცა სადოდეს უფლად, რომელი დატყვევებულ იქნას საყდართა ქართლისასა, რამე თუ მამისა მისისაგან მიცემულ იყო უფლობა ქართლსა. ესე იგი გავიგეთ აქედან ჩვენ, რომ ქართლოსის შვილებს შორის ჩამოვარდა შუღლი, ხო? ერთმა ძმამ მეორე ძმას დაუწყო ომი და ერთს ერქვა უფალი, ანუ უფლოს, უფალი იყო სახელი მისი. და მეორეს ერქვა, რა ერქვა მეორეს? არის მოხსენიებული, არ გვინდა ის მეორეს სახელი ახლა არ არის საჭირო. თავარია ჩვენ გავიგეთ რა არის, რა უფალზე არის აქ საუბარი, ხო? და აქ არის ნახსენები მცხეთა. ანუ ქართლის ცხოვრებაში არის ქართლოსი ნახსენები, ასევე მცხეთა ნახსენები და ასევე უფალი ნახსენები, ხო? ეხლა კითხვა ჩნდება ის, რომ თუ კი დავით მეფსალმუნე ცხოვრობდა უფლის ციხეში და აი აქ იჯდა უფალი, რომელსაც ესე ერქვა, ანუ ნიკოლოზი თვითონ ამბობს, რომ ამ მეფეს ერქვა უფალი და უფალი იყო ამ სახელმწიფოს მთავარი, ვისთანაც მიდიოდნენ აღვიდოდის, ანუ მთაზე ქალაქად აღვიდოდისო, ხო? ანუ ძალიან ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ ადიხარ სადღაც, ანუ იერუსალიმში ადიხარ და არა ჩადიხარ და არა მიფრინავ და არა მიდიხარ. იერუსალიმში უნდა ახვიდე. კითხვა ისმის ასეთი. მართალია უფლის ციხეში იყო ეს ადგილი, როდესაც მსხვერპლ შეწირვები მიდიოდა და იქ მოხსენიებულია, რომ ერთ პერიოდში იმდენი მსხვერპლ შეწირვა მოხდა აი ამ ერთ ადგილზე, რომ რაღაც 200 ცხვარი და ხარი დაკლეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მცხეთაში ჯვრის მონასტერზე იქაც არის მსხვერპლსაწირავი ქვა. იქ ხომ განახეთ, მე არ ვიცი ხა რამდენად მომყვებით თქვენ და რამდენად უყურებთ ჩემ ლაივებს, მაგრამ ლაივში განახეთ მე სად იყო შესაწირი ქვა, ჯვარზე რო ვიყავით იქ მარტში. ეს ქვა, სადაც შესაწირები იყო, ასევე იმას მიანიშნებს, რომ აქაც ხდებოდა მსხვერპლშეწირვები და უბრალოდ გასარკვევი გვაქვს ჩვენ, რა დროს, რომელ დროში ქართლოსი ცხოვრობდა მცხეთაში, საიდან წამოვიდა ეს ქართლოსი, ვისი ეს არ არის შეერთებული, არ ყოფილა შეერთებული. ვისი ერთი წუთი შევაერთო, თორე როგორც ჩანს, ჩემი ტელეფონი მრავალჯერ არის დაკავებული. ეს ხდება ხოლმე მაშინ, როცა ისმინები და ძალიან სწრაფად მიჯდება ხოლმე ბატარია. რა ბატარიის ბრალი არ არის, უბრალოდ რაღაცა ხდება. იმიტომ რომ ჩემ მეუღლესთანაც და ჩემთანაც ერთად დაიწყო ამ ბატარიის უცბად გამოლევა. ხო, ეხლა რა ხდება? საკითხავი ის არის, რომ კი არის უფალზე საუბარი. უფალზე არის საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტესაც უფალს უწოდებდნენ, ხო? ეს იყო უფალი, უფლის შვილი, მამის შვილი და ასე შემდეგ. მასაც უფალი უწოდეთ ჩვენ. ანუ ქართლის ცხოვრებაში გარკვევით ჩანს ის, რომ ეს უფალი არის სახელია. თუმცა ენოქის წიგნში ჩანს, რომ არსებობენ უფალი და უფალთა უფალი და იმის მაღლა კიდე უფალი და საკითხავი არის, ხომ არ იყო კიდევ უფალი რამე წოდება, ესეთი წოდება, რომელიც ეკუთვნოდა იმას, რომელიც იყო უპირველესი, ხო? კიდევ არის მოხსენიებული, რომ ესე იგი უფალი, რომელიც აწარმოებს, ესე იგი სახელმწიფოს მართავს, ხო?
რაღაცა სახელმწიფოს მართავს, ის არის როგორც უფალი, ასევე კიდევ მოხსენიებული არის ამირანთან დაკავშირებით გველთა უფალი. გუელთა უფალი არის კიდევ ვიღაცა. ვიღაცა არის გუელთა უფალი, რომელსაც დაამარცხებს აფრიდონი. აი ახლა საკითხავი არის, გუელთა უფალი ხომ არ არის წოდება, როგორც მეფე, როგორც მონარქი, როგორც აი რაღაც პრეზიდენტი და ასე შემდეგ, პრემიერ-მინისტრი, ხომ არ იყო ეს წოდება რაღაცა პოზიციის. იმიტომ რომ აფრიდონი თუ დაამარცხებს გუელთა უფალს, ხო? იმის სახელიც არის, მე მოიცა რა ქვია? ხო, რაღაცა ქვია. მაგრამ ესე წოდებულია რა, გუელები კიდე იყვნენ, აი როგორც გურულები, რაჭველები, სვანები და გუელებიც. და იყვნენ კიდე არაგუელები. არაგუელები მოხსენიებულია ჩვენ ლიტერატურიდან ვიცით, ლექსში არის მოხსენიებული, ჰოი თქვე არაგუელებო გაუმაძღარნო ომითა, ხო? არაგუელებო. ესე იგი, მოხსენიებულია გველები, გუელები და არაგუელები. ანუ არაგუელები არის ნეგატიურად მოხსენიებული ჩვენს ლიტერატურაში, ქართულ ლიტერატურაში, ხოლო გუელები მოხსენიებულია როგორც ამირანის ხალხი. ანუ ნახე, ეს აფრიდონი რომ დაამარცხებს ამ გუელთა უფალს, რომელსაც ეწოდება რა, ამირანი არ ეწოდება იმ ქართლის ცხოვრებაში, მაგრამ სხვა სახელი აქვს, მაგრამ მიაჯაჭვებს რაღაცა კლდეზე, რომელიც არის მიუვალი კლდე. ნუ ეგრევე რა თქმა უნდა ასოციაციას ახდენ ადამიანი, ვისაც ამირანის თქმულება გაუგია, რომ ეს არის ამირანი, ხო? ნუ მერე გადაკეთდა ეს ალბათ ეს სახელი და სხვანაირად რომ შემორჩენილიყო მისი თქმულება, გადააკეთეს სახელი. მაგრამ შეიძლება კიდევ იყოს სხვა ადამიანი, რომელიც ამირანის მსგავსად მიაჯაჭვეს ციხეზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გუელთა უფალი იყო ეს ამირანი უძლეველი, რომელიც აფრიდონმა დაამარცხა. ჩვენ ხშირად გვხვდება ეს სიტყვა უფალი, როგორც არა ღმერთი, არამედ როგორც წოდება ქართლის ცხოვრებაში. ეხლა საკითხავი არის, რომელი უფალი აცვეს ჯვრის მონასტერზე ჯვარს, ანუ რომელი უფალი დაატყვევეს, ან მოკლეს, ან მაინც და მაინც ჯვარცმა არ უნდა ყოფილიყო იქ, რომელი უფალი აცვეს ჯვარს ჯვრის მონასტერზე, რომელი უფალი ცხოვრობდა უფლის ციხეში, რომელ უფალზე იყო საუბარი და რომელი უფალი იყო გუელთა უფალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, აი ძალიან ადვილია რა, ეხლა ჩვენ კი ვიცით გვასწავლეს დღემდე რომ უფალი იესო ქრისტე და ასე შემდეგ, მაგრამ გასარკვევი გვაქვს ეს ტერმინი რა არის, ეს უფალი რას ნიშნავს? ღმერთს, თუ რაღაცა ვიღაცის მეფეს, თუ რაღაცა ვიღაცის მმართველს, ან გოჯა, ხო არის ზოგი გოჯა არის, ზოგი მღვდელი არის, ზოგი ეპისკოპოსი, ზოგი პატრიარქი და უფალი კიდევ ვიღაცა არის, რომელიც წოდება არის, კიდევ არის ვთქვათ პრეზიდენტი და ასე შემდეგ, ხომ თქვით და ქრისტე, რომელსაც ჩვენ ქრისტე ვუწოდეთ, რომელიც ამაღლდა, აი ამ უფალზე ვსაუბრობ ახლა მე, პირადად მე, რომელიც იყო ჯვრის მონასტერზე ჯვარცმული ცხეთაში. მე ვსაუბრობ ამ უფალზე, რომელიც ჯვრის მონასტერზე ცხეთაში აცვეს ჯვარს. ეხლა რაც უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, აგერ ხო ამბობს ის ჟურნალისტიც, რომ მეო ძალიან წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რთულია ჩემთვის ამის გაგებაო, რომ რომ იერუსალიმიო, ბიბლიური იერუსალიმიო, რომელიც ვიცნობდითო აქამდე რომ იყო ისრაელშიო, აქ აღმოჩნდესო და რთულია ამის გაგება, რა თქმა უნდა. ეხლა ვიღაცამ პირველად მოიზმინოს, შეიძლება შოკი გქონდეს ამ ინფორმაციისგან გამომდინარე, იმიტომ რომ ამდენი ხანი ამას ვიცნობდით და ამდენი ხანი ამას გვაჩიჩინებდნენ. სხვათა შორის არა 2000 წელი როგორც ნიკოლოზი ამბობს, არამედ რამდენიმე ათეული წელია, რაც ამას გვასწავლიან, რომ ვითომ იქ იყო იერუსალიმი, თორე იერუსალიმი არ იცოდა მეცნიერებამ სად იყო. საუბარია ბიბლიაში იერუსალიმზე, მართალია, ვიცით, ყველაფერი გარკვევით წერია, აღწერილია იქ მდგომარეობაც, ვითარებაც, გეოგრაფიული აღწერილობაც, მაგრამ არ ვიცოდით
მეცნიერებმა სად იყო აქამდე იერუსალიმი, იმიტომ რომ არც ერთი მტკიცებულება არ გვაქვს ჩვენ იმისა, რომ დავადოთ ხელი იმ იერუსალიმს, რომელზეც გვეუბნებიან დღეს. იქ იყო. ამას სხვათა შორის ებრაელი მეცნიერიც ადასტურებს, რომ არ არის მიუხედავად იმისა, რომ გათხარეს, ეძებეს იმ იერუსალიმში, სადაც ახლა არის ომი, ვერ იპოვეს ეს მტკიცებულებები, რაც ბიბლიურად არის აღწერილი. მაშასადამე კითხვა ისმის, სად იყო ეს ბიბლიური იერუსალიმი? სად, რომელ ადგილზე? ხო და აი ნიკოლოზ ლეკიშვილის ნარკვევებით აღმოჩნდა, რომ იერუსალიმი არის საქართველოში. ისრაელი არის საქართველო და იერუსალიმი არის უფლის ციხე, ამბობს ნიკოლოზი. ხო? საიდან გამომდინარე, შეგიძლიათ უყურეთ ვიდეოს და თვითონ კარგად აღწერს, ამბობს როგორ და რანაირად, ნუ იქ დამთხოვები და აღწერებში როგორ ემთხვევა ყველაფერი ერთი ერთმანეთს და მეორე საკითხი არის ის, რომ თუ კი ბიბლიური იერუსალიმი არის უფლის ციხე, მაშინ სად იყო, როგორც ჯვარცმის დროს არის აღწერილი, ორი სახელმწიფო, რომელიც ხიდით კავშირდებოდა ერთმანეთთან. უნდა ყოფილიყო ორი სახელმწიფო, რომელსაც ერთს ყავდა ერთი მმართველი და მეორეს მეორე მმართველი. მეორე მმართველი, სადაც პილატე იყო როგორც პრემიერ-მინისტრი და ის განაგებდა ყველაფერს და მან დაიბანა ხელები ქრისტეს ჯვარცმის დროს, ტვინი რო გაუბრღეს ამ კაიაფამ და ამ მღვდლებმა, რომ უნდა მოვკლათ ეს კაციო და საბოლოო ჯამში გამანებეთ თავიო, რა თქვენს შვილებზე და შვილიშვილებზე იყოს ეგ სისხლი მაკაცისო და აჰა დავიბანე ხელებიო. ხო და აგერ ხედავთ რაც ხდება უკვე ისრაელში, როგორც ნადგურდება მთლიანად. მისცა ჯერ კიდევ ღმერთმა 2000 წელი მაგათ იმის უფლება და დრო, რომ გამოესწორებინათ, მაგრამ არ უნდათ. ხო და თუ არ უნდათ, ეხლა უკვე წერტილი ესმევა ყველაფერს, ბოლო ჟამია უკვე, ბოლო ჟამია, всё. მორჩა, ყველაფერი იპოვის თავის ადგილს. და ბოლო ჟამის აპოკალიფტური სურათი ორ მხრივად არის დასახული. ერთი არის happy end-ი, რომელიც happy end-ით იმარჯვებს მამაზე ციერი და მეორე არის სრულიად ნადგურდება ყველაფერი. გესმის? და რა თქმა უნდა, შეგიძლია შეცვალო შენ ეს მატრიცა და ეს ინფორმაცია ორი დაბოლოება გაქვს. ან მამაზე ციერის გამოჩენით და ახალი ცხოვრების დაწყებით, ან კიდე ყველაფრის დასრულებით. ეგ შენინებაა, როგორც გადაწყვიტავ, ისე მოხდება. და შენ თუ შეგეშინდება მამაზე ციერის გამოჩენა, მაშინ ნათლად არის ნათქვამი ბიბლიაში, ახალ აღთქმაში, რომ რომელმა ადამიანმაც მოუხმოს ქრისტეს, ყველა ცხონდეს. მოუხმოს ქრისტეს და არა გადავდეთ და გვიხაროდენ. გესმის? ქრისტეს მოუხმობს ის ადამიანი. მოდი უფალო, მოდი. და რომელსაც შეეშინდეს, ის ვერ ცხონდეს. გესმის? ეგ იმას ნიშნავს ავტომატურად, რომელსაც მოუნდეს ქრისტეს მოსვლა და დაუძახოს, ის ცხონდეს. ვინც ვერ დაუძახოს, ვერ ცხონდეს. მაგრამ თანდათან ირკვევა და აწი უკვე აღარ აქვს იმის დრო და იმის ხალხი გონს მოდის და ყველამ კარგად იცის, რომ ბოლო ჟამია და აპოკალიფსია და უკვე ვინც არ იტყვის სიმართლეს, ის დაიწვება, ის გაქრება. ეს კარგად იციან ამათმა და რასაც აქამდე მიაჩუმათეს და მალავდნენ, ეხლა უკვე უნდა გამოიტანონ სინათლეზე. იმიტომ ამბობენ ეხლა და დაიწყეს საუბარი მეცნიერებმაც, იმათაც, მედიამაც, რომ იერუსალიმი არის საქართველო და არასდროს ყოფილა იქ, სადაც ეხლა ბომბავენ. არ ყოფილა. არასდროს არ ყოფილა იქ ისრაელი. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ებრაელი ხარ თუ ქართველი, სომეხი, ხაზარი თუ ლეკებიც ქართველი, ანუ თარგამოსის შთამომავლები არიან. ლეკები, სომხები, ქართველები, კავკასიელები, კიდე მეგრელები, რვაზე უნდა ავიდეთ.
მეგრელები, ლაზები კიდე იქ იყვნენ, ესე იგი ეს მანვაკელებიო, მანვაკნები, ესე ერქვათ, მე თუ არ ვცდები,